სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ სერბისა. ადამიანისა და ბუნების დამოკიდებულება ზნეობრივ კანონზე. კაცობრიობის ბედი და ადამიანთა ბედნიერება დამოკიდებულია ზნეობრივ კანონებზე. უფრო ზუსტად იმაზე, იცავს თუ არ იცავს ადამიანი ზნეობრივ კანონს, უფლის მიერ დადგენას. ზუსტად ასევე იქცევა მთელი ბუნება თავისი სტიქიებით. უფლის ბაგეთაგან ეს შემდეგნაირად წარმოიქმნა. უკვე თუ ბრძანებათა ჩემთა ხვიდოდით და მცნებათა ჩემთა იმარხვიდეთ და ყოფდეთ მათ, მოგცეთ თქვენ წვიმაი ჟამსათვისა და ქვეყანა მან გამოსცეს ნაყოფი თვისი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი და მიიწიოს სალეწავი თქვენი ვიდრე სტულებადმდე და სთველი მიიწიოს თესვადმდე და სჭამდეთ კურსა თქვენსა მაძღრივ და დაემკვიდრნეთ კრძალულებით ქვეყანასა თქვენსა და მოусცე მშვიდობაი ქვეყანასა თქვენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არავინ იყოს მაშინებელ თქვენდა და წარწმიდო მხეცი ბოროტი ქვეყანისაგან თქვენისა და ბრძოლა არა იყოს ქვეყანასა თქვენსა და სდევნიდეთ მტერთა თქვენთა და დაეცნენ წინაშე თქვენსა მომწყრდანი მახვილი და წარიქციოს ხუთმან თქვენგანმან 100 და 100-მან თქვენგანმან წარიქციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქვენი წინაშე თქვენსა მახვილი და მოვიხილო თქვენზე და გავკურთხნე თქვენ და აღგაორძინე თქვენ და განგამრავლნე თქვენ და დაგამტკიცო და დავამტკიცო აღთქმაი ჩემი თქვენთან და სჭამდეთ ძველსა და ძველის ძველსა და ძველი წინაშე პირსა ახალთასა გამოსვლად და ვიქცეოდი მე თქვენ შორის და ვიყო მე თქვენ და ღმერთი და თქვენ იყვნენ ჩემდა ერად. ეს იყო ღმერთის კეთილი განზრახვანი იმ შემთხვევაში თუ ხალხი უფლის ზნეობრივ კანონს დაიცავდა, ხოლო დამსჯელი საქციები ვინაიდან უფალთან არ ხუმრობენ, ასევე უფლის მიერ წარმოთქმული. უკვე თუ არა ისმინო ჩემი და არცა ყოფდეთ ბრძანებათა ჩემთან, არამედ ურჩექმნეთ მათ და სამართალნი ჩემნი მოიწყინეს სულმან თქვენმან და არა ყოფდეთ ბრძანებათა ჩემთან და განაქარვნეთ აღთქმანი ჩემნი და მეცა ეგრევე გიყო თქვენ. მომავლინო თქვენზე და სიმღიერეი და უნაყოფოებაი და სიყვითლე დანდალუკად თვალთა თქვენთან და გული თქვენი დადნებოდეს და სთესვიდეთ თესსა თქვენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქვენი და დავამტკიცო პირი ჩემი თქვენზე და დაეცნე წინაშე მტერთა თქვენთან და გდევნიდენ თქვენ მოძულენი თქვენი და იუტოდით თქვენ თვინიერ მდევართან. უკვე თუ აქამომდე არ ისმინოთ ჩემი და შევზინო სწავლა თქვენ და 7 წილ ცოდვათა თქვენთა ზედა და შევმუსრო გინება იგი ამპარტავნებისაი და ვყოცაი თქვენზე და ვითარცა რკინაი და ქვეყანა ვითარცა რვალი და ცუდად იყოს ძალი თქვენი და ქვეყანა მან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან ველისა თქვენისა მან არა მოგცეს ნაყოფი მისი. უკვე თუ ამისა შემდგომად ხვიდოდითღა თქვენ დრკუდ ჩემ და მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი. შეგძინო თქვენ ტანჯვაი 7 ცოდათა თქვენთაებ და მოვავლინო თქვენზე და მხეცი მძვინვარეი ქვეყანისაი და შეგჭამნეს თქვენ და ახოცოს საცხოვარი თქვენი და შეგამცირნეს თქვენ და ოხებ იყვნენ გზანი თქვენ. უკვე თუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქვენ, არამედ ხვიდოდითღა ჩემ და მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქვენთანა გულის ხრომითა გულარძნილითა და გგვევნე თქვენ 7 წელ ცოდვათა მათ თქვენთათვის და მოუხადო თქვენზე და მახვილი და შურის მეძიებელი სასჯელად ჯულისა და შევედრნეთ თქვენ ქალაქებსა თქვენსა და მოვავლინო სიკვდილი თქვენზე და მიეცნეთ ხელთა მტერთა თქვენთასა და გჭირდეს თქვენ იფქლისა და პურისათვის და აცხობდნენ 10 დედანი თქვენგანი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდნენ თქვენ პურსა თქვენსა სასწორი. სჭამდეთ და ვერ განძღებოდეთ. უკვე თუ ამაძედაც არა ისმინო ჩემი, არამედ ხვიდოდითვე დრკუდ მეცა ვიდოდე თქვენთანა გულის ხრომითა დრკუითა და გასწავლნე თქვენ 7 წილ ცოდათა თქვენთათვის და სჭამდე თქვენ ხორცთა ძეთა თქვენთასა და ხორცთა ასულთა თქვენთასა.
ასე წერია მოსეს მესამე წიგნში და გამეორებულია მოსეს მეხუთე წიგნში, რომელსაც მეორე ჯული ეწოდება. ზემოთქმული და ნათელია, რომ სამყაროს მართავს ღმერთი, თანაც ზნეობრივი კანონით და არა ბუნების კანონით. მოდით თვალნათლივ ვაჩვენოთ, რა ელოდებათ ადამიანებს ზნეობრივი კანონის შესრულებისას და შეუსრულებლობისას. როდესაც ადამიანები უფლის ზნეობრივ კანონს ემორჩილებიან, მაშინ წვიმები მოდის დროულად. მინდვრებს, ბაღებსა და ვენახებს მოაქვთ მოსავალი. მაშინ პური უხვადაა ხალხისათვის და ისიც უშიშრად ცხოვრობს თავის მიწაზე. ყველგან მშვიდობა სუფევს და ხალხს არავისი არ ეშინია. ისინი იმარჯვებენ თავიანთ მტრებზე, ჯანმრთელები არიან, ისინიც და მათი შთამომავალიც. გრძნობენ, რომ ღმერთი მათ შორისაა. როდესაც ადამიანები უფლის ზნეობრივ კანონს არ ემორჩილებიან და არ იცავენ მას, მაშინ ისინი იცხოვრებენ შიშში, სხვადასხვა ავადმყოფობებისაგან იტანჯებიან. საჭმელს მათ სხვები ართმევენ, ისინი მონობაში ცვივდებიან. გვალვისაგან იტანჯებიან, მიწა მოსავალს არ იძლევა. მრავლდებიან მტაცებელი ცხოველები და ადამიანებსა და ნახირს ესხმიან თავს. ადამიანები დამპყრობელთა מחვილისაგან, ჭირისა და შიმშილისაგან იღუპებიან და როდესაც ბოროტება აღწევს მწვერვალს, საკუთარ შვილებს ჭამენ. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ მხოლოდ უფლის ნებითა და უფლის მიერ არის დაშვებული. იმის და მიხედვით იცავენ თუ არ იცავენ ადამიანები ღვთის მიერ დადგენილ ზნეობრივ კანონს. დროულად მოდის წვიმა, თუ გვალვა ანადგურებს მოსავალს. ხალხი კეთილდღეობით პაობს, თუ ავადმყოფობებისა და ეპიდემიებისაგან იტანჯება. ადამიანები თავისუფლებაში ცხოვრობენ, თუ უცხოტომელთა მონობაში ხვდებიან. ჯარი ადვილად იმარჯვებს მტერებზე, თუ აგებენ ბრძოლებს. ხალხი და ნახირი დაცულია მტაცებლებისაგან, გველებისა და მწერებისაგან, თუ იტანჯებიან მათგან. ხალხს საკვები ბარაქიანად აქვს, თუ იღუპებიან შიმშილი. და ეს ყველაფერი აღესრულება ცნობიერი, გონიერი ნების მიერ და უფლის დაშვებით. იმის მიხედვით, თუ როგორია ადამიანთა ქცევა, ზნეობრივი თუ არაზნეობრივი. ყოველივე ამაში მინიშნებაც კი არ არის ბუნების რაიმე კანონზე. ზნეობრივი კანონი, აი ერთადერთი კანონი, რომლის თანახმადაც უფალი ღმერთი შემოქმედი და ყოვლის მპყრობელი მართავს სამყაროს ბუნებრივ სტიქიებსა და ადამიანებისა და ხალხების ბედს. ამინ. ეს სიტყვა წმინდა ნიკოლოზ სერბის და მთლიანად ეს წიგნი ირჩევთ ისე იყიდება და თუ შეიძლება წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვა კანონის შესახებ. ძალიან დაგეხმარებათ, რომ საერთოდ სხვანაირად შეხედოთ სამყაროს. ეს თანამედროვე ადამიანები გვეუბნებიან, რომ სამყარო იმართება ბუნებრივი კანონებით. და ყველა ცდილობს, რომ ეს თუნდაც ეხლა ძალიან მოდაში რომ არის ეს კლიმატის ცვლილებები და ასე შემდეგ. რას არ ცდილობს ადამიანი, რომ ესე თქვა ზედმეტი დათბობა არ მოხდეს დედამიწაზე. აი წმინდა ნიკოლოზ სერბი ამ სიტყვაშიც და მთლიანად აი ამ წიგნში ანახებს მორწმუნე ქრისტიანს იმას, რომ დედამიწაზე არანაირი ბუნებრივი კანონი არ არსებობს. ყველა კანონი მომდინარეობს ღვთისგან, გონიერი არსებისგან, ყოვლის მპყრობელისგან, რომელმაც ყველაფერი შექმნა. და ერთადერთი რისი მიხედვითაც, აი თუ დააკვირდით, ნახეთ რას გვეუბნება წმინდა ნიკოლოზ სერბი, ერთადერთი რისი მიხედვითაც ქვეყანაზე ესა თუ ის სტიქია ანადგურებს თუ პირიქით მოსავლიანს ხდის და ბარანქიანს მიწას არის ზნეობრივი კანონი უფლის მიერ დადგენილი. თუ ადამიანი ცხოვრობს და ეს ბიბლიაში გვიწერია. თუ ადამიანი ცხოვრობს, გვეუბნება უფალი, მოისმენ ჩემსას, შენს გვერდზე ვიქნები, გიწოდებ ჩემ ერს, მე ვიქნები შენი ღმერთი, შენთან ერთად ვივლი. ნახეთ რას ამბობს. მოსავალი თავის დროზე მოვა, წვიმაც თავის დროზე მოვა, იმდენი რამდენიც საჭირო. არ შეგეშინდება, უშიშრად დაიძინა. ეუბნება უფალი. მაგრამ თუ არ ისმენ ჩემსას, მაშინ იცოდე, რომ იქ შეგეშინდება, სადაც საერთოდ საშიში არაფერი არ არის. იცოდე, რომ წვიმა არ მოვა დედამიწაზე.
აი ამას რო ლაპარაკობ, თანამედროვე ადამიანის გულში შეიძლება ეცინება. ფიქრობს, რომ რას ამბობ ახლა კაცო, ეგრე არ არის. არადა ესეა. სხვა კანონი დედამიწაზე არ არსებობს. მხოლოდ ერთადერთი კანონი შემოქმედის მიერ დაწესებული და მან გითხრა: იცხოვრებ ჩემი წესებით და ჩემი ზნეობრივი კანონებით. ყველაფერი გექნება თავის დროზე, ბედნიერებით დატკბებ. არ იცხოვრებ დაისჯებ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ხშირად ეს კანონი გვავიწყდება და გვგონია, რომ ეს სამყარო შემთხვევითობებით არის სავსე. და სამართალს ვეძებთ სულ სხვაგან. და რაღაცა რომ დაგვემართება, ფიქრობთ, რატო დაგვემართა, რისთვის დაგვემართა? რატო მოხდა ესე? აი, რატო სეტყვამ, რატო წაიღო მოსავალი? რატო მოხდა წყალდიდობა სადღაც? და როცა იტყვი, რომ აი ეს წყალდიდობა ღვთისმსაჯელია, ადამიანები რას ამბობ შენ ღმერთმა ეხლა? სწორედ ესეა. სოდომ გომორის ღმერთმა გაანადგურა. და ნებისმიერი სტიქია, რომელიც დედამიწაზე ხდება, ნებისმიერი სტიქია, რაც არ უნდა საშინელი იყოს ეს სტიქია, ღვთის დაშვებით ხდება, ღვთის გარეშე არაფერი არ ხდება. და ეს ყველაფერი ხდება ადამიანთა ცოდვების გამო, იმიტომ რომ ადამიანებმა დაივიწყეს ღვთის ზნეობრივი კანონი. ომები, ეს ყველაფერი ამიტომ ხდება, სხვა არაფრის გამო. რა თქმა უნდა, ადამიანები დაждდებიან და პოლიტიკურად ამას ეს იმიტომ მოხდა, რომ ამან ეს შეცდომა დაუშვა, იმან ეს გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ხო ღმერთი დგას. რამდენჯერ ყოფილა, ხო? აი, თუნდაც ბიბლიას გადავხედოთ, ბიბლია რომც არ იყოს, ჩვენს ისტორიას რო გადავხედოთ. რამდენჯერ ყოფილა, რომ როდესაც ჩვენი ერი, თუნდაც ქართველი ერი, ზნეობრივად სწორად ცხოვრობდა, ხიფაც ისიაულია ჩვენი ქვეყნისთვის. გვერდი, რომ ადამიანს აი გაუკვირდება, რატო? მაგრამ როდესაც ერი გაირყვნებოდა, ეს ხიფათი ისე მოვიდოდა, იქიდან მოვიდოდა, საიდანაც არავინ არ ელოდა. ეს ჩვენს ისტორიაში ნათლად ჩანს. და არა მარტო ჩვენს ისტორიაში. ამით რისი თქმა მინდოდა დღეს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმაც ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ. არ გვეგონოს, რომ ჩვენი საქციელი უყვალოდ ჩაივლის. არც ერთი ჩვენი ცოდვა, არც ერთი ჩვენი უზნეო საქციელი თუ სიტყვაც კი, ნებისმიერი ბილწი სიტყვაც კი დაუსჯელი არ დარჩება. გამორიცხულია, ასეთია ღვთის სამართალი. ყველაფრის სანაცვლოდ პასუხისგება გვიწევს. აი ჩვენ ვიცით დავით მეფის ისტორია, ყველა მიცის ახლა ვინც ეკლესიაში დადის და ასე თუ ისე, ხო? დავით მეფსალმუნეს გულისხმობ. ებრაელთა მეფეს. მინდა ადამიანს, მაგრამ იცით რომ მას საშინელი ცოდვა დაემართა, ხო? იმრუშა თავისი ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლთან და შემდგომ ის ჯარისკაცი ომის წინახაზზე გააგზავნა თავის მხედართ მთავარს, რომ იქ დაღუპულიყო. ანუ მრუშობას კიდევ ახლა კვლელობა შეძინა ზემოდან. აი ამ წმინდა კაცმა წარმოიდგინე. და გაიაზრა რა თავისი დანაშაული დავით მეფემ საშინლად შეინანა. არ ჭამდა და არ სვამდა. და მაშინ დაწერა 50-ე ფსალმუნი დავით მეფემ, როცა ეს გაიაზრა თავისი დანაშაული. და ღმერთმა მას მიუგზავნა წინასარაცხელი, რომელმაც უთხრა, რომ დავით, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენ. მაგრამ იცით რა მოხდა ამის შემდეგ? დავით მეფის ერთმა შვილმა თავისი მეორე შვილი გოგო გააუპატიურა. ამისათვის დავითის მეორე ბიჭმა ეს ძმა მოკლა. და დავითის საყვარელი შვილი აბესალომი მის წინააღმდეგ და მთელი ცხოვრება ომობდა მამასთან. სანამ იგი არ გარდაიცვალა აბესალომი. აი როგორია სასჯელი მრუშობისთვის და მკვლელობისთვის. თავად დავით მეფემაც კი ზღო იმისთვის, რაც ჩაიგინა. ეს რა თქმა უნდა მძიმე და ძაფრი მოსასმენი მაგალითია ჩვენი ყურისთვის. ასეთი მაგალითებით სავსეა ბიბლია. სავსეა ბიბლია, ვინც ყურადღებით წაიკითხავს, მრავალ ასეთ მაგალითს აღმოაჩენს.
რისთვის არის კვლავ გავმეორდები, რასაც ძალიან ხშირად გეუბნებით ხოლმე. ეს ყველაფერი ვიღაცისთვის არ არის დაწერილი, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დაწერილი. აი შენ რო შეცოდე ვიღაცა რომ მოატყუე სადღაც, შეიძლება ბავშვობაშიც კი, ან დაჩაგრე, ან ვიღაცის კუთვნილი აიღე, ან თუდაც საშინელება, აი ყველაზე მეტად გავრცელებული უსაშინელესი ცოდვა აბორტი. ჩაიდინე და გონი ადამიანს შენ ცხოვრება ესე არ ხდება. ყველაფრისთვის პასუხისგება გიწევს ადამიანს. ესეთია კანონი ღვთის. ეხლა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ისევია რომ აი გახსოვთ ხო ერთხელ თიხამ რო უთხრასო, მეთიხესო რომ ესე რატო გამაკეთეო. ღმერთია ასე შექმნა და კანონი ასეთი დააწესა. ეხლა მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს სულ სხვა საკითხია. ვისაც არ მოწონს, ვიცით სად არის ის და სად იქნება საუკუნოდ. ღვთის გარეშე, რა არის ღვთის გარეშე? ღვთის გარეშე ჯოჯოხეთია და მეტი არაფერი. საუკუნო სატანჯველი. ესეც ღვთის სამართალია. საოცრებაა, მოწყალე ღმერთი ყავს, მაგრამ ამავე დროს სამართლია. დიდად მოწყალე, მაგრამ სამართლია. სამართალი ყველამ უნდა გაიაროს. და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სვანაირად იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი წოდებისთვის სასჯელი არ მივიღოთ. აქ ამ ქვეყანაში რაც არ უნდა მძიმედ გვეჩვენებოდეს, ხო? რაც არ უნდა მძიმედ გვეჩვენებოდეს. ის სასჯელი უნდა ჯობია, უნდა ვილოცოთ და ღმერთს მივედროთ, რომ ღმერთო გეხვეწები აქვე დაგვსაჯი ჩვენი წოდების გამო. ჩვენ მღვდლები ხშირად ვეუბნებით ხოლმე, აი სნეულებაში რომ არიან ადამიანები ჩავარდნილი, იტანჯებიან, რამე განსაცდელია. ყოველთვის ვეუბნებით, ასეთ რჩევას ვაძლევთ ხოლმე, რომ ღმერთს ევედრე, რომ ღმერთო გეხვეწები, ჩემი წოდების განსაცმელად იყოს. და მადლობა უფალო ამისათვის. ყოველთვის ამას ვეუბნებით, იმიტომ რომ როგორც კი ამ სიტყვას ადამიანი იტყვის, წოდები აიხოცა მისგან. ეს ადამიანი თავისუფლდება. და თუ ამის შემდგომ ადამიანი უკვე შეეცდება, რომ ღვთის კანონებით იცხოვროს, ისი ცხოვრება მშვიდია და ბედნიერია. ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ყოველთვის ღვთის ზნეობრივი კანონების ერთგულები ვიყო და არასდროს არ გადაუხმიოთ მას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვარდოთ.